გამარჯობა, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯი აგრძელებს გადაცემათა ციკლს პროფესიული კოლეჯების შესახებ. ჩვენი შემდეგი მასპინძელი მრავალპროფილური კოლეჯი მერმისია, რომლის შესახებ მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის გადამღებმა ჯგუფმა პატარა საინფორმაციო სიუჟეტი მოამზადა. ერთად ვნახოთ სიუჟეტი, მისი დასრულების შემდეგ კი გავესაუბრებით კოლეჯ მერმისის წარმატებულ სტუდენტებს. სივრცე, სადაც ოცნება პროფესიულ წარმატებად გარდაიქმნება. ცოდნა შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობა რეალურ შედეგად. ეს კოლეჯი მერმისია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კოლეჯი ამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს კულინარიის, კონდიტერიის, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების, ელექტროობის, გრაფიკული დიზაინის, ვებ-ტექნოლოგიების, სამკერვალო წარმოების, სამშენებლო და ტრანსპორტის ინჟინერიის მიმართულებით. დაინტერესებულ პირებს კოლეჯი 5 მიმართულების 25 პროგრამას სთავაზობს. თითოეული პროგრამა კი აგებულია პრაქტიკული სწავლების პრინციპზე, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა იმიტირებულ და რეალურ სამუშაო გარემოში განავითარონ. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც სრულ პროგრამებს, ისე მოკლევადიან მომზადება გადამზადების კურსებს. მერმისი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო დუალური და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაში, რამაც სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ საწარმოო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა მისცა. კოლეჯი წარმოადგენს ინკლუზიური განათლების საუკეთესო და ინოვაციურ მოდელს კავკასიის რეგიონში. შენობა სრულად ადაპტირებულია. 2012 წლიდან დღემდე კოლეჯ მერმისში პროფესიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 500-მდე სტუდენტი დაეუფლა. კოლეჯი აქტიურად მუშაობს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებითაც და გაფორმებული აქვს მემორანდუმი 10 დაწესებულებასთან. 2025 წლიდან მერმისი შეტანილია ევროპული განვითარების ფონდის პროვაიდერების საჯარო ონლაინ რეესტრში. დაწესებულება ფლობს არაერთ ეროვნულ ჯილდოს. საუკეთესო დაწესებულება 2019 წელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს საუკეთესო პარტნიორი 2018 წელი. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი ინკლუზიური განათლებისთვის 2024 წელი. გამარჯვებულის ტიტული დარგობრივ კონკურსში პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიისათვის 2025 წელი. მრავალპროფილურ კოლეჯში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტურ ცხოვრებას. აქ თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, გამოფენებში, პროფესიულ ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში. 2022-25 წლებში კოლეჯი პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული 4 პროექტის საფუძველზე შეიქმნა და ფუნქციონირებს მეწარმეთა კლუბი, სპორტული კლუბი, ინგლისურენოვან მკითხველთა კლუბი და ურბანულ ფერმერთა ჰაბი. კოლეჯში ყოველწლიურად 1800-მდე სტუდენტი და მსმენელი სწავლობს. სასწავლო პროცესს კი უზრუნველყოფს 150-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი. მე ნინი ქავთარაძე ვარ, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტი. სიუჟეტში მოკლედ მიმოვიხილეთ კოლეჯ მერმისის პროგრამები. შეუძლებელია 5 მიმართულების 25 პროგრამის აღწერა მოკლე დროში, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გამოჩნდა, როგორი მრავალპროფილური და მრავალფეროვანია კოლეჯი მერმისი. ჩვენ გადაცემაში სტუმრად არიან ნიკოლო ზონიანი და მია ლაბაძე. ნიკოლოზი გრაფიკულ დიზაინს სწავლობს, მია კი სასტუმრო მომსახურებას. გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. მია, სასტუმროში ყველა ჩვენგანი ყოფილა, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა, რას აკეთებს პერსონალი, რა წესებს იცავს, მაგალითად, სტუმრის ნომრის მომზადებისას. მე მაინტერესებს, რომ მოგვიყვე შენი პროგრამის შესახებ და რა სწავლობ კონკრეტულად. ჩვენ სტანდარტის მიხედვით ვსწავლობთ ოთახების დალაგებას, ხსნარებით დამუშავებას, ასევე თეთრეულისა და საწოლების გასწორებას. სტუმარს რაც ოთახში ხვდება, აუცილებლად უნდა იყოს მაღალი სტანდარტის დაცვით. აუცილებლად სეიფი უნდა იყოს ღია, რომ სტუმარმა თავისით შეძლოს კოდის დაყენება, აუცილებლად ჩაიდნის გვერდზე უნდა იდოს რამდენი სტუმარიც იქნება ოთახში, იმდენი თეფში, იმდენი ჭიქა, იმდენი კოუზი. ასევე აუცილებლად უნდა იყოს ხალათები, ერთჯერადი ჰიგიენის საშუალებები. მოკლედ თითოეულ დეტალზე ვმუშაობთ წესების დაცვით, როგორც ჩვენ ვისწავლეთ. ნიკოლოზ, ახლა მეტი გავიგოთ გრაფიკული დიზაინის პროგრამის შესახებ. გითხარი, რამდენი ხანი რაც სწავლობ მერმისში და რა მოგცა ამ კოლეჯმა? 5 თვე რაც დავიწყე კოლეჯ მერმისში სწავლა, ამ კოლეჯმა მომცა ცოდნა, რაც აქამდე არ ვიცოდი ამ სფეროს შესახებ. ახლა შემიძლია ჩემი ნახატებით შექმნა ანიმაციები. ასევე მე ვარ სპორტით დაინტერესებული და სპორტის თემატიკით ვაკეთებ პოსტერებს. რა თქმა უნდა, მომცა მეგობრები, გავიჩინე ახალი სამეგობრო. რაც შეეხება ლექტორებს, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მეგობრულები არიან და რასაც ვერ გებულიო თავიდან გვიხსნიან.
ახლა ორივესთან მექნება შეკითხვა, რატომ გადაწყვეტეთ, რომ კოლეჯ მერმისში ჩაგებარებინეთ? ძალიან კარგი რაღაცები მქონდა გაგონილი მერმისის შესახებ. ვიცოდი, რომ მრავალფეროვანი პროგრამები ქონდათ, ასევე მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლეოდნენ და მე მეც მოვიძიე რაღაცა ინფორმაციები და გადავწყვიტე მერმისში ჩაბარება. მე მეგობარმა მიჩი აქ ჩაბარობა, რადგან აქ არის ძალიან კარგი გარემო და სწავლება. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ვიღებ სკოლის ატესტატს და დიპლომს. პროფესიებში, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა. თქვენ პროგრამებში რა ნაწილს ეკავებს პრაქტიკული სამუშაოები? ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ ნაწილს გავდივართ, მაგრამ ზაფხულში ვიწყებთ პრაქტიკულ ნაწილს და ერთი სუნი მაქვს, რომ ის რაც თეორიაში ვისწავლე, პრაქტიკაშიც გამოვცადო და გამოცდილება მივიღო. სანამ შენი ხელით არ გააკეთებ, იქამდე ვერ მიიღებ ამ გამოცდილებას, რაც პრაქტიკებში უნდა გაიარო. მე პირადად ყოველდღე პრაქტიკები მაქვს კომპიუტერში მასწავლებლები გვიგზავნის დავულებასა და დავულებებს ვასრულებთ. ამჟამად ჩვენ ვსწავლეთ Photoshop-ს, ხოლო შემდგომ გადავართ Adobe Illustrator-ზე. რასაკვირველია, კოლეჯი პირველ რიგში არის სწავლის მიღების ძალიან კარგი ადგილი, მაგრამ სწავლის გარდა კიდევ რა არის რა უნარებიც მოგცათ კოლეჯმა? უფრო კომუნიკაბელური გავხდი, იმიტომ რომ ახალ გარემოში მოხვდი, ახალი ხალხი გავიცანი, ადაპტაციის უნარი ჩამომიყალიბდა და პირველ რიგში ლექტორების დამოკიდებულება არის მოსწავლეების მიმართ ძალიან მეგობრული, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანალოგიურად მე მიას ვეთანხმები კოლეჯ მერმისში ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი ურთიერთობა ბავშვებთანაც და ლექტორებთანაც. რამე ისეთი თუ ისწავლეთ, რასაც არ ელოდით, რამაც გაგაკვირვათ? სულ მაინტერესებდა ნომერში დამლაგებლები როგორ ტენიდნენ საბანს ლოგინში, ისე რომ მე ფეხებით გიწევდა ხოლმე ამოჩეჩვა და უკვე მეც ვისწავლე და მეც გავაკეთებ. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ურჩევთ თუ არა მერმისში სწავლას და რატომ? პირველ რიგში კოლეჯ მერმისში ისწავლება ძალიან მრავალფეროვანი და მოთხოვნადი პროგრამები, არის ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა და დიდ შესაძლებლობას იძლევა დასაქმების კუთხით. აი ჩემ ბოლო კითხვა ზუსტად დასაქმებას ეხება, მე მაინტერესებს ზუსტად ამ დასაქმების პერსპექტივას როგორ უყურებთ სწავლის დასრულების შემდეგ. 21 საუკუნეში ძალიან მოთხოვნადია ჩემი პროფესია და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დისაცილებლად ჩემიზა ვიმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი კოლეჯი ძალიან ბევრ სასტუმროსთან თანამშრომლობს, სტუმართ მასპინძლობის სფეროც ძალიან განვითარებულია საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ დასაქმება არ გამიჭირდება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მია და ნიკოლოზ. მადლობა რომ გვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე.